სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მასშტაბურ საპროტესტო აქციას დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოჰყვა. ბელგრადის ცენტრალურ მოედანზე 23 მაისს ათობით 1000 დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ. უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. თუმცა მოგვიანებით ახალგაზრდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დემონსტრანტებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და პოლიციის მიმართულებით ქვები ისროლეს. დაპირისპირების შედეგად ათობით დემონსტრანტია დაკავებული. დღის განმავლობაში მასშტაბურ საპროტესტო აქციას 10,000-ობით ადამიანი შეუერთდა. სერბეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიამ ბელგრადის მიმართულებით კი ყველა რეისი გააუქმა, რომ საპროტესტო აქციაზე რეგიონებიდან მოსახლეობა ვერ ჩასულიყო. თუმცა მოსახლეობა დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე მაინც ჩავიდა. ბელგრადის შესასვლელთან კი რეგიონებიდან მომავალი ავტომობილების კოლონა იდგა. აქციის მონაწილეების დიდ ნაწილს ეკეთა სამკერდე ნიშნები, რომელზეც წითელი ხელი იყო გამოსახული წარწერით „თქვენი ხელები სისხლიანია“. ასევე სტუდენტების დიდ ნაწილს ბანერები ჰქონდათ გამოტანილი წარწერით „სტუდენტები იმარჯვებენ“. ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა რეჟიმის შესაცვლელად, ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის. მიმართავთ ჩვენი მშვენიერი სერბეთის ყველა მოქალაქეს ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. იცოდეთ, სტუდენტები იმარჯვებენ. სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის წინააღმდეგ ზეწოლა საპროტესტო აქციებით განახლდა. ქვეყანაში საპროტესტო აქციები 2024 წლის ნოემბერში სერბეთის ჩრდილოეთში სარკინიგზო სადგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ნოვი-სადის ტრაგედია, რომლის დროსაც რკინიგზის სადგურზე ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა და 16 ადამიანი დაიღუპა, ალექსანდარ ვუჩიჩის მთავრობის კორუფციასა და შენობის რემონტის დროს უსაფრთხოების წესების უგულებელყოფას მოჰყვა. პროტესტის შედეგად 2025 წელს სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩიჩი გადადგა. თუმცა პრეზიდენტი ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და გადადგომას არ აპირებს. ალექსანდარ ვუჩიჩმა მიმდინარე საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მკაცრი კამპანია წამოიწყო. ის დემონსტრანტებს ტერორისტებად და უცხოეთის აგენტებად მოიხსენიებს, რომლებსაც სერბეთის განადგურება სურთ.